ან არ შეგციდეს. გაუმარჯოს სალამით და საღამო მშვიდობის. ნუ სადა ვიდეო ჩაიწერება და დაიდება, კი მოსაღამოდება და ნინო. მე შეხო გითხარი რომ ეს არ დამავიწყო, რამე უნდა შევუდგა. ნახე როგორ გაიტოტა ჩემი ლამაზი ყვავილი და ჯერ არ გაყვავებულა, მაგრამ ისა ტოტებით დამძიმდა და დგა რაღაცა ერთი ბეწო ღეროზე. უი, მაი ნახე რა განახო. სადა ვიდეოს დავიწყებ. ნახე მაი რა განახო, შენი ყვითელი ის მოგაყავდა კალანხო. აი ესეც მოვარდისფრო. ესე იგი ვარდისფერი, ყვითელი და ეხლა დაველოდოთ კიდე რა ფერები მაქვს. ნუ წითელი რომ მაქვს ვიცი ჩემი ის რომელიც არის თამხარე და სხვები არ ვიცი ჯერ. ეხლა დაიწყო და ვიხარი. 5-ია. 5 საათია. სად დავჭდე, ისე დავჭდე როგორც ვიჭექი ხო. მოდი კაი ხო დავსხდეთ ისე. ოაიმე, მაიკა გამო. ხელა ქალს. წინა უკანა მათვია მთელი დღეს ეგ ის ვიდეო რო ჩავწერე, ხალხო წინა უკანა მცმია. აიმე, მეთქი რატო ვერ ვისწორებ რა? გამიჭირდება თუ რა მოიცა? უბრუნდე. ნინო მომეხმარე შუბოგი. სხეულზე მობეკა. მორჩა. ძნელი იყო? მოკლედ, ახალი გადაწყვეტილებები მივიღე და პირველი რიგში რა თქმა უნდა თქვენ უნდა გაგიმხილოთ. აუ ცოტა მიჭერს ეს. მე დავიწყე კოკი ცამყვა. აი ეს გავიკეთე ვითომ რომ ეს გქონდეს მეთქი რა გაჩერებული და მომიჭირო. მოკლედ, გადაწყვეტი აღარ ვიმუშაო. რატო? საყედაყე. ნუ თუ ნინოსავით გაინტერესებთ რატო სანამ გამლანძღავთ ბოლომდე მიყურეთ, კაი? სანამ დამთათხავთ ბოლომდე მიყურეთ, გადავწყვიტე აღარ ვიმუშაო. ბევრი რამე გადავწყვიტე, მაგრამ მოდი რიგრიგობით მივყვეთ. ხო და სანამ ეხა ვაფშე ახალი შემოვა და გამლანძღავთ, დამთათხავთ, მოდი ბოლომდე უყურეთ რა. ბევრი გადაწყვეტილებები მივიღე. შვილო შენ მანამდე დაბადების დღეები ჩამოწერე როდისაკო. დავიღჭე ღმერთო მე თვითონ გამეცინა. ნუ კაი. იცი რას დავაკვირდი? რა აზრი აქვს მუშაობას? ჯერ რაც გადავწყვიტე მაგას ვიტყვი. რო არა მუშაობდი მაშინაც იმდენივე ვხარჯავდი, არა ვხარჯავდი რა, ახლა შეიძლება ვხარჯავ, შეიძლება ეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში მუშაობდი ისევ იმ არა მუშაობდი ისევ იმ ტემპზე ვიყავი, მუშაობ ისევ იმ ტემპზე ვარ, ხო? ანუ არაფერი შეცვლილა, ხო? მოდი კარგად რო ვთქვა და გასაგებად, არა მუშაობდი თუ მუშაობ მაინც არ ამყოფნის, ხო? გადაწყვეტე აღარ რაღაცები ვიმუშაო დავიღალო? არა. ხო, კიდე გადაწყვეტილებები მივიღე. და იცი მეორე გავიხსენო? ხო. 3 შვილი ყავს და 3-ვეს დაბადების დღეები აქვს. ნუ ნინოს ოქტომბერში აქვს დაბადების დღე, ჯერ კაი ჯანდაბას, მე ცოტა აგვისტოში გაგახსენებთ სექტემბერში. ჯერ ბარბარეს აკდე. ხო, ოკეი, ბარბარეს აკდეო. ხო და ბარბარეს აქვს მაისის ბოლოს რა, ისე რო იცოდეთ. მაინც რო არ დაგავიწყდეთ. ხო და რადგან მაგ პერიოდში მე აღარ ვიმუშავებ. ძალიან გაგვიხარდება თუ ხა მინდა რომ ლამაზად შეგაპაროთ რა და სიტყვებს ვეძებ. აი უზომოდ გამიხარდება თუ დამეხმარებით. მე არა კაცო ბავშვს გაახარეთ, მე რა თქმა ბავშვს. იმიტომ რომ ამ ბავშვის დედა აღარ იმუშავებს. გაახარეთ ბავშვს. უბრალოდ მე შეუნახავ მე იმპულს რომ არ დაკარგოს. ხო, ბავშვმა რომ არ დაკარგოს, თქვენ რო ჩაურიცხავთ.
ხო ხარა სარასად უნდა ჩაურიცხოთ, ხა და ავდგები და ჯანდაბას პირად ნომერსაც დავდებ. აბა ხო ჩაურიცხოთ. ხო და შევუნახავ რა, მე თქვენ რომ ჩაურიცხოთ, მე შევუნახავ. და მე რო არ გაწვალოთ, მეტად დიდი ხანი, ოქტომბერში ერთ დღისით ნინოს აქვს, მეორე დღის თიუანის რა და აი აგვისტოს ბოლოსკე დავდებ კიდე ჯანდაბას ახლა ხო უნდა ჩარიცხოთ და სადაბა ისე როგორ ჩამირიცხავთ. ნუ ვალდებული ვარ, არა. იძულებული ვარ დავდო. არა, აგვისტოში და შენ და პაპას. ნუ ხო, ეგ მე პაპამდეც მივარშვილო დამაცადე. ხე, ბავშვებთან არა ბავშვის ამბიცია ნახე პაპაცო. კარგი. ხო, ნუ რა, იმიტომ რომ მე მაგ პერიოდში არ ვიმუშავებ ესე იგი, ხო, ახლა თუ მაისში აღარ ვიმუშავებ, იმავე დროსაც აღარ ვიმუშავებ. ხო და ეს დაბადების დღეები, კაი. მაგრამ მანამდე ჭამა ხო მინდა. ჭამა მინდა. ახლა სულ ეს მაკარონი წამომივიდა ყელში. ხო? გადასახადებია იქ რაღაცა და ეხლა ამაზე დავფიქრდი ახლა კი ვმუშაობ და რაღაცა, მაგრამ ხო ვიღლები, ამიტომ სანამ ბავშვების დაბადების დღეებზე შეწუხდებით. ეხლა მე კი არ მინდა, მაგრამ თქვენ რადგან ითხოვთ, ჯანდაბას პირად ნომერსაც დავდებ სუიდოს. რა ვიცი ვის როდის რა უნდა? ვის როდის რამდენის ჩარიცხვა უნდა? რომ რაღაცა ვჭამო, საჭმელი ვჭამ, ახლა სუმაკაროს ხო არ შევჭამ და გრეჩიხას. იმიტომ რომ ვმუშაობ, რო არა ვმუშაობ, მაინც ერთი და იგივე დონეზე ვარ, ხო და რაღაცე დავიღალო, ხო? ხო. რამდენი ხო იყო, მაგრამ ხო. ერთი სიტყვი მოვაგვარეთ. იმიტომ რომ ახლა მე ჩემ რო დავიღალე და მუშაობას ვსავსვანებებ, თუ ვიმუშავებ, თუ არ ვიმუშავებ, მე ხო მაინც არ ამყოფნის და ეხლა რადგან ითხოვთ ესე ძალიან რომ ანგარიშის ნომერი დავდო, ხო ითხოვთ. ხარა ითხოვთ. ხმარ გამიგო თქვენი თუ მასწავლით ითხოვთ. იქ ხო მით უმეტეს ემიგრანტები, აი რა ნაირები ხართ. ესე იგი რა, რომ არ იმუშავო, ჩვენ დაგირიცხავთ. ჩვენ გაცხოვრებთო. სამი რა არის, ორი კიდე გააჩინეო, ჩვენ გავზრდითო. ხო. კიდე ხო. კარგი. ეგ დაბადების დღეები და მაკარონზე მოვჭით ლაპარაკს. ხო, ეხლა ფრჩხილები დამემტვრა. და რა, როშილაკი გავმაკეთებინოთ არა? აბა დამტრეული ფრჩხილებით ვიჯდე აქა? და დამტრეული ფრჩხილებით უნდა წავიდე თურქეთში? მაიცა მაგაზეც ვიტყვი. თურქეთში ხლა. აჰა? რა მოგივიდათ? რა ღიშილაკი შვილი? რაც აღირს, რა ვიცი. დამძვრა, რაზე ვიმუშაო? დამძვრა ფრჩხილები, აღარაფერს არ გავიკეთე. აღარც არაფერზე არ ვიმუშაო. და ესე ვიჯრებ მთელი დღე. ხო, ეგ შილაკი, იქ რამდენი ხო იყო? ხო, ხანდახან შეიძლება ფსიქოლოგიურად კონსულტაცია დამჭირდეს. იმიტომ რომ ეს ამდენი დაღლილობა ხო უნდა მოვიხსნა. და მაგაშიც რო ითხოვთ, დავდებ ანგარიშს თუ ნუ გაითხოვთ, ნუ მწერთ პირადში, ნუ მწერთ კომენტარებში, რომ დაადე ანგარიშის ნომერი, დავდებ, კარგი, დავდებ თქვენ დაწყნარდით, დავდებ. ხო. ეს ხო რაღა არის. მოკლედ ეხლა მივდივარ კიდე თურქეთში, ეგეც ხო იცით? ხო და ეხლა ვფიქრობ, აი მაგის ფული რათ მოვაგროვე.
სადაც უნდა მაჭამოთო, მასვათ, გადასახადები გადამიხადოთ და შილაკი გამიკეთოთ და 2 შვილი გამაზრდებინოთ კიდე და ენა მიიღლა. და სადაც ესა და სადაც ისა რო ჩამოვალ ხო ვიცი თქვენი უბედური გულისა ამ ფულსაც დამახვედრებთ ჩარიცხულს უკვე. ხო ვიცი. ესეთი ისინი ხართ. იცი რა არის? მარისთვის ახართ. თუნდაც ემიგრანტები. თუნდაც აქ მომუშავე ხალხი რა. რაში მაინტერესებს ახლა შენ კაბინეტში ძიხარ, ექიმი ხარ, ექთანი ხარ თუ ლაფატკაზე მუშაობ. როგორ ერთი ოჯახი ვერ შეგინახიათ? ნუ კაი 10 ხო. ჩემნაირები ხო არის კიდე? იცი რა არის? ძალიან ნერვიულობ თქვენ მდგომარეობაზე, მაგრამ ხა რო აიღებთ 100 ლარს ჩამირიცხეთ 60 ლარი რა? ესეთი წუწურაქი ხალხი საიდან ახართ ვერ გავიგე რა? ესეთი წუწურაქი ხალხი. წეგან TikTok-ს ვუყურებდი და ერთი ისა ქეთი როა კაცო TikTok-ერი კი არა და ედი გუნაშვილიოთ ხო იცით რა რომ არის? შეშალა ხალხნო აი ესე ქნა ერთიო მოიცა როგორ აქნა ერთოთახიანი ბინა მინდაო მეტი კი არა 2 აეშვირა მაგრამ ჩაწია მე არ ჩავწევ აშვერილი მექნება 2-ვე რა გახდა რა უნდა 2 ოთახიან ბინას აი რა უნდა რომ ადგეთ და მომიგროვოთ ეგა ჭამომარილიანია იქით გადაუყარე კათებს არ ვიცი რა ხო რა ვიცი რა იქით ხარეს რომ შენ არ ჭამოე წარია და მარილი წიწაკა დაყრილი არ ვიცი აი წეღანდელიდან ფიქრობდი არ ვიცი აი რა დონის არა გაქვთ სურვილი რომ ადამიანმა იცხოვროს თქვენ კაი ხარ ხო სამუშაოდან რომ მოხვართ რომ მოდიხარ აი ხო მოხო კარგი კოკი ერთი გალია მინდა დახურული კიდე რა ჩემო ბინას რო იყიდეთ ესეც ვიაყოლეთ რომ კედელი აუშენო იმაც რომ ნუ მაყვირეთ მთელი დღე ხო და რას ვამბობდი რომ მოდიხარ სამსახურები და დაღლილები დაუბედურებულები რა აი სრული ამ სიტყვის ვიშორ ხო მაგარი დაღლილები მოდიხარ მე მაგალითად რომ მოვდიოდი ხო აღაწავე ვიღლებოდი ხო თქვენ ხო მოდიხართ ესე და ეხა რა გინდათ რომ ვიდეოებს რო ვწერო მე ხო თქვენთვის ავწერ როგორ კაცო დაღლილი რომ მოდიხარ და ხელფას რო აიღებ არ ახარ ვარდებული ჩავირიცხო ჰა აი წურაკები ხართ რა წურაკები ერთი კაცი ვერ შევ კაი ხო 100 კაცი ერთი კაცი მე ვარ ხო იქედა ვიფიქრე და აჰა გამივერი მაგდასკვნამდე მეცა ეგრე ვიზავ ისა ჩემი უფროსი თუ უყურებს ბოლომდე უყურეთ ამდა რა ჯერა გამოვაგდო საფშავდა მოიცა კიდე დაიცა რაღაცა უნდა მეთქვა კიდე დამავიწყდა ბინა თქვი ნუ თურქეთის ფული თქვი ბავშვების დაბადების დღეებს გაგახსენებთ კაცო არი ნერვიულოთ მაგაზე არი ნერვიულოთ ბავშვების ფულსაც გაგახსენებთ დაბადების დღეებსა და მე და ჩემ მამამთილს ერთად აგვაქვს დაბადების სექტემბრის აი ნახე როგორ თამდაბალი ვარ არ ვიტყვი როდის 17-სა და 19 შორის მაგრამ რადგან ითხოვთ იძულებული ვარ ხო და ბოლო თემა დიდად აღარ იზავ რა ეხა თქვენ იცით რომ მე მაქვს YouTube არხი
ხო და ძალიან ხშირად გაგიგიათ არხის განვითარებისთვის. ამ სიტყვა დონაციაზე ხო გიждები. დონაცია არის. დონაცია კი არ არის, ჭაბი რიცხი არის. არხის განვითარებისთვის. გააკეთეთ დონაცია. ეს უნდა ქართულად თქვა. ჩამირიცხეთ ფული. ეს არხის განვითარება მომკალით და არ მესმის. კარგი, ჩამირიცხეთ ფული არხის განვითარებისთვის. რა უნდა განავითარო ეხლა მე? სამფეხა მაქვს, შტატივი. ცოტა გრძელიც ისიც სამფეხა მაქვს. ხო, კიდე რა მაქვს? ნუ ტელეფონი მაქვს. ამის ფულს ცალკე ჩაგარიცხინებთ, ეხლა არ გაწვალებ. გამოცვლა მინდა კაიგე, სიმამდე თურქეთამდე სანამ წავალ, ნუ ერთი თვის ვადას მოგცემ. კოკი! ბიჭო! მე მგონი ერთ ოთახიანი არ გაყოფა შენ. ხო და ამ ტელეფონს ცოტა მე შეგაწუხებთ რა უბრალოდ თქვენ ითხოვთ თორე მე რა ცოტა მე ეხა არხის განვითარებისთვის სხვა რაღაცე მიკროფონი მაქვს მაგრამ რა ვიყიდე და არ ვხვარ რა თქმა ეს თუ და ASMR ვიდეოებს მე არ ავწერ რა ASMR ესეც ახლა შემოვიტრიალე არხის განვითარების ცოტა დიდი სარკე მინდა ხალხო რომ კარგად ჩავიხედო ხოლმე ნაწილ ვიხედები ხოლმე რა ნაწილ რომ ეს ერთად არ დამინახია რომ ეს წინა უკანა მცმია მთელი დღე არის ეხლა შემოვიტრიალე ну პრინციპში კაი ეხა წინ ზურთა მაქვს ეს ზურგზია ხო რა ვიცი რა უნდა გავაკეთო არხის განვითარება ცოტა მაღალი სკამი ვიყიდო მოდი მთელი ვიდეო გადაობა იყო და რა თქმა უნდა მიხვდებოდით და რაღაცა და ეხლა მართლა მაინტერესებს ეს დღეებია რამდენიმე დღით ადრე მქონდა მსგავსი ვიდეო ჩავწერო ეხლა სრულიად მართლა სრულიად დაშოკირებული ვყვები ამ ყველაფერს ხალხნო ხო კარგად ახართა ისე იქიდან დავიწყებ საიდანაც დავამთავრე ეს არხის განვითარების ფულს ვერ ხვდები არა როგორ ვერ ხვდები არხის განვითარებისთვის დონაციას არ მიყვარს ეს სიტყვა რა ქართული თქვი ჩარიცხვა რა ბორჩა და ვიცი ქართულია თუ როგორია არ ვიცი მაგრამ შეიძლება გაუკეთო ისეთ ადამიანს ვინც დებს აი ესეთ ცოტა მეტად სამუშაო ვიდეოებს ვისაც ჭირდება მონტაჟი ვისაც ჭირდება ინფორმაციები რაღაცა წასვლა მოსვლა თუნდაც რომ მოგზაურობს თუნდაც რომ რაღაცა და რაღაცა ანუ აქტიურ YouTube-ს რომ ისდევს რა შეიძლება ყოველდღიურად დადოს ვიდეო, მაგრამ ხალისხიას დადებს ერთი კვირის თავზე, ორი კვირის თავზე და რაღაცაში სჭირდება ხალხის გვერდში დგომა. და მათ აქვთ პირადი ანგარიშები მითითებული, ოღონდ ყველა ვიდეოში არ აყვირიან. ყველა ვიდეოზე თავპირზე არ გვაჭყლეტამენ, ესე რომ ანგარიშის ნომერი უდევთ. უდევთ და იტყვიან რომ თუ გინდათ. დევთ და გადადით და დაგვეხმარეთ არხის რაღაცა უფრო მეტად რაღაცა. ეგ მესმის, მან არაფერს არ ვაკეთებ. მაგრამ ადამიანი რო დაღლილი დაიბადა. დაღლილმა რო გააჩინა შვილები. და იმის მერე რო დაღლილია, რატო უნდა დაურიცხოს? ძირითადად ემიგრანტებზე აქვთ გათვლილი. ემიგრანტები გადადიან თუ არა საზღვარს, გადადიან თუ არა ცოცხლით და ხანდაზით, კრეფავე. მე უნდა ვიჯდე დაღლილი, უკვე დაღლილი დაბადებული, უკვე რო დავიღალე და რა მოხდა ეხლა რომ დაურიცხო და არჩინო. და ეგ კი არა, ისიც უნდა იცოდე რა დღეს, რისი გადასახადი აქვს. ბავშვს რა უნდა აჭამოს, რა უნდა ასვას. უნდა ეგ იცოდეთ, როგორ უნდა იცოდეთ. აიმე და დაბადების დღეებზე მართლა სპეციალურად ვთქვი. არ ვიცი ვის ეტყინება ამ ვიდეოთი, ვის ეწყინება, არ ვიცი, მაგრამ სირცხვილია ხალხო. აი აქ სადღაცას გვაქვს ზარღვი, სადღაცას.
და მიუხედავად იმისა, აი ვისაც უჭირს, ის ხმას არ ამოიღებს. წიხლი რო დაადო ხმას არ ამოიღებს, რო უჭირს და სჭირდება დახმარება. ღმერთმა არავინ ისეთ მდგომარეობაში არ ჩააგდოს, რომ იძულებული გახდეს, რომ დაეხმაროთ, მაგრამ მაგასაც უნდა რაღაცა სახე და ეთიკა და რაღაცა, როგორ მიაწვდი ამას იმას. დაეხმარეთ, განა იმას ვამბობ, რომ არავის არ დაეხმარება, ვისი ჩემი საქმე არ არის, ვის დაეხმარებ და ვის არა, მაგრამ აი აქ რო ადამიანი ითხოვს, რომ დაღლილია უბრალოდ რიღასთვის იმუშაოს, მაინც არა ყოფნის და შენ ვალდებული ხარ, რომ ჩაურიცხო და გვერდზე კიდე ალბათ ყველა მიცის ბავშვი მარიამი, რომელმაც თურქეთში ახლა გაიკეთა ოპერაცია და მთელი საქართველო გვერდში ედგა, ნუ იმათზე არაფერს არ ვიტყვი, ვინც საშინელ კომენტარებს წერს. იქაც კი ბავშვზეა ლაპარაკი, რომელიც ვერ ჭამს, ვერ ყლაპავს. დაახლოებით 8 თუ 6 წლის ასაკში ეს ქვემოთა ყბა აღარ განუვითარდა და ბავშვი აი ვერც მეტყველებდა და აი რა ვიცი, ვერ ღეჭავდა, სიცოცხლისთვის იყო უკვე ისა. ჩაირიცხა თანხები, წაიყვანა რა ვიცი, ღმერთმა რა ვიცი 1000 სიკეთე იმათ, ვინც ამაში სათავეში იდო ედგნენ და ვინც თუნდაც ძალიან მცირედი გაიღო თანხა ამ ბავშვისთვის. აი ესეთებს კი უნდა დაეხმაროთ, აი ესეთებს უნდა აი რა ვიცი, ბოლო კაპიკი უნდა მისცე. იმიტომ რომ ეს ეხება ბავშვს, ეს ეხება სიცოცხლეს, ეს ეხება მის მომავალს. ეხლა კიდე ერთ-ერთი მსგავსი ტიპის ბავშვის წაყვანა სურთ. რა შავდება ამით, რომ ეს ესე კეთდება. იმ ხალხზე არაფერს არ ვამბობ, რომ აი საშინელ კომენტარებს წერს, აი არ ვიცი, როგორ უნდა დაწერო ad ბავშვზე კომენტარი, ბავშვის ვიდეოს ქვეშ კომენტარი, რომელსაც საქართველოს არა მარტო საქართველოსი, თვითონ იმ ექიმა არ აიღო ფული. თვითონ იმ ექიმა საკუთარი ფული არ აიღო, ნუ იქ რა პროცედურები სჭირდებოდა, იმისი გადაიხადეს მარტო. და რატომ უნდა შევიდე და დაუწერო ცუდი კომენტარი, რომ ბავშვს მიეცა სიცოცხლის რაღაცა იმედი მიეცა, გაგრძელება, სარკეში ჩახედვა უხარია ბავშვს და რაღაცა ბევრს გექნებათ ნანახი, აი ეს არ ქონდა ბავშვს, აი ეს არ ქონდა, ქვემოთაღა, აი აქ ქონდა პატარა განუვითარებელი. ერთ რამე ღირს მისი სიხარულით სავსე თვალების დანახვა ვერ გამოხატავს ჯერ იმიტომ რომ აქა გაჭრილი რომელიღაცა მხარეს არის გაჭრილი ცხვირიდან არიან ჩასულები და ვერ აქვს ჯერ ის შეშუპებული და ის მაგრამ ამბავს ხო ცხოვრების გაგრძელების სურვილი გაუჩნდა ხო ძალიან მაგარი საქმე გაკეთდა და აი ესეთები აი ესეთ დროს თუ გავერთიანდებით და გაერთიანდებიან და დღეს ვიღაცას აქვს და ვიღაცას არ აქვს ეს ჩარიცხავს მე ამას ექნება ის ჩარიცხავს და აი ესეთ ხალხს დაეხმარებიან ამაზე კარგი რა უნდა იყოს მესმის ის და მანდარარი ესენიც რო დაღლილები არიან აქა და არ უნდათ მუშაობა და დაბადების დღე ზედიზე დააქვთ ნუ ამათაც არ შეიძლება სირცხვილია უკვე იმდენად გამაღიზიანებელი და სასირცხვილოა და რაღაცა რომ ახლა ყველაზე მაგარი გითხრათ TBC საქართველო რა ვიცი რა ბანკებიც არის კრედო ყველა სანგარიში აქვს იმიტომ რომ ვიღაცაზე არ რიცხავს ვიღაცას TBC ურჩევნია ვიღაცა საქართველო რაღაცა რა და ყველაფერი აიღეს მაგისთვის კარგად გაცვიდნენ ბანკში არ შეიძლება იმდენად ამაზრზენია იმდენად აი გამაღიზიანებელია განანამე მიშავდება არაფერი საერთოდ მე და არც არავის არ უნდა არ უყურებე ხო მაგრამ თქვენთვის არის ეს მიმართვა რა ვიცი ვისაც გინდა მიიღეთ ვისაც გინდა ნუ მიიღებ ვისაც გინდა ეწყინოთ ვისაც გინდა არ ეწყინოთ და რატო ვამბობ მე ძალიან ბევრი კომენტარები იწერება ხოლმე ჩემთან არა ძალიან ბევრი განმინახია ამ დღეებში რომ ეს აი ზოგადად ეს ამ ერთ სიტყვაში ერთიანდება ხოლმე ეს ქართული TikTok-ი, YouTube-ი და Facebook-ი. ეს ქართველი ბლოგერები რა გახდით, ყველანი მათხოვრო. გენაცვალეს სიმართლეში. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ყველანი ერთ ქვებში იხარშებიან. და TikTok-ზეც არიან ბლოგერები, YouTube-ზეც და Facebook-ზეც, რომელიც მსგავს რაღაცას არ აკეთებს და
როგორც ახლა მე ვღიზიანდები, ისე ღიზიანდება ის TikTok ვლოგერი და YouTuber, Facebook და YouTube. იმიტომ რომ ვიღაცა რო ჩართავს ვიდეოს და დაინახავს ვლოგერს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პლატფორმაზეა, ის მისთვის უკვე მათხოვარია. არ შეიძლება. განა არ ჩაგერიცხებათ, გარკვეული თანხა ჩაგერიცხებათ, მაგრამ არავის კისერზე, ვერავის კისერზე ვერ გააგრძელებთ ცხოვრებას. რას ქვია ვერ გავიგე, დღეს აქ ვარ და ხვალე ბინა მომინდეს. ბინაში გადავალ, მაგრამ მერე სოფლის სახლი მომინდეს. კაი, აქაც რო გადმოვალ, მერე დაბადების დღეების გადახდაც მინდა. და მერე შეიძლება მეორე სახლს თუ ვიყიდი, ისე ვთქვი რომ ჩაბირიცხავთ რა. იმას რემონტი ხო უნდა. და თუ მიყიდეთ, რემონტიც უნდა გააკეთოთ, ხო? აბა როგორ ახლა? ვარდებულები არა ხართ? ნუ ავალდებულებთ ხალხს, ქართველებს, იმიტომ რომ ხა უცხოელს უარ აინტერესებს არც თუ ნახი ხარ. ქართველებს. მით უმეტეს ეს გათვლილი რა აქვთ ფარგლებს გარეთ რო არიან გაცდენილები ემიგრანტებზე რო რატო გონიათ? ხალხმა იზოლებით დატოვეს თოთო ბავშვები და წავიდნენ იმუშავეს რომ ამ ბავშვებს ახლა ჯერ ძალიან ჩემთვის ძალიან გმირობის ტორფასია დედა რომ ბავშვს ტოვებს. იძულებ, იმიტომ კი არა რომ წავიდეს გაისეიმს, არა, იძულებით რომ ტოვებს რომ ლუკმა პური და მომავალში ცოტა რაღაცა, ოღონდ აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ მსგავსი ხალხი, რომ თქვენ შვილებთან იყოთ და ეს უხილავი კედელი არ გქონდეთ თქვენ შვილებთან. და ის წლები, რაც თქვენ და თქვენი შვილები გაატარებთ ერთმანეთის გარეშე, ძალიან მალე აინაზღაუროთ. აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ან წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვხვიდეთ, ან რაღაცა, რომ აი იმდენად რო წარმოვიდგე ხოლმე საკუთარ შვილებზე, რომ ახლა მე დაძინებული დავტოვო და წავიდე საზღვარს იქით და აი ხორცები მტკივა ხოლმე, რომ წარმოვიდგენ როგორ გტკივათ მათი მონატრება. და აი იძულებულები ხართ, რომ წახვიდეთ, მაგრამ აი ვისურვებდი, რომ წელიწადში რამდენჯერმე გქონდეთ უფლება, საშუალება, რომ თქვენი შვილები ნახოს, რომ აი არ ამოგაგლიჯოს, მკერდიდან არ ამოგაგლიჯოს მონატრება მეს ყველაფერი. და მე აი ესეთ შუბლგაწყვეტილმა უნდა ვითხოვ არა, ვითხოვოს და მოვითხოვოს შორის ძალიან დიდი სხვაობა. შენ რო ემიგრაციაში ხარ და შენ რო მეტი ფული გაქვს. ხა მე რიღასთვის ვიმუშავ, იმიტომ რომ აქ არ არის ანაზღაურება. აქ რო არ არის, იმიტომ წავიდა. აქაც არის. მუშაობა თუ გინდა, აქაც იშოვ. როგორ ეხლა ისინი ეს ვაიმე ყველაზე მაგარი. რო დაუწერენ ხოლმე, რომ წადი იმუშავეო. ბიჭო დასაბმელები ხდები. როგორ ვიმუშაობ, შვილი მყავო. შენ მაიმუნო, შენა თუ სხვანაირად მინდოდა მეთქვა, მაგრამ მაიმუნო იყოს. მკითხე მე რო შვილს აჩენდი? მე რაღაა და ვისაც ასთხოვ ფულსა. ჰა? ან მკითხე რაღაცა და გამაფრთხილე რომ შენ რო შვილს გააჩენდი, გააფრთხილე ის საზოგადოება რომ იმან უნდა არჩინოს. იმიტომ რომ შენ შვილი ყავდა რა. შვილებით დადიან სამსახურში, მუშაობენ. ან რაღაცა საშუალებასაც პოულობენ. არ ვიცი, ძალიან ძნელია შორიდან თქმა და კიდე კაცმა არ იცის, რამდენი სირთულე გადაულახია ამ თავისი შვილების გამო, მაგრამ ხელგაწვდილი არ ყოფილა. შეიძლება რამდენჯერმე ითხოვოს დახმარება, ითხოვოს, მაგრამ ნორმალური ადამიანი იმას ხვდება, რომ საკუთარი შვილი, საკუთარი ოჯახი თავისი სარჩენია. ერთხელ რომ დაგეხმარებიან 10ჯერ და 100ჯერ. მაინც მთელი ცხოვრება ვერავის კისერზე ვერ იჯდები. ამიტომ რაღაცა შესაბამისი, შესაფერისი უნდა ისაქნა ნახო. ხო, ვიღაცამ ისაქნა დაწერა რომ ისე რამხელა შვილი ყავ 38-იო, 38 წლისაო? ანუ მე თუ მინდა მიზეზი ვთქვა, 38 წლის შვილიც შვილია, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ბავშვი როგორ ვიმუშაო, სახში 40 წლის ბავშვი ყავ. როგორ დავტოვო? არ შეიძლება. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება თქვენი იმით დღევანდელ დღეს, ხვალინდელ დღეს, ზეგინდელ დღეს გაიტანოთ თავი, მაგრამ ვერ იცხოვრებთ სხვის კისერზე. და არ შეიძლება ხა. არ შეიძლება.
აბას სხვისი თვალით შეხედეთ მაგ მდგომარეობას, რასაც თქვენ აკეთებთ. არ ვიცი. ხო, ტანსაცმელი არ დაგავიწყდეს ხოლმე კიდე, ხო? საუ მიჭერსო, ეს გამიდიდდაო, ახლა შოპინგზეც უნდა წაიყვანოთ. არ ვიცი რა. ამ თემა, ეხლა შეიძლება ვიღაცამ დაწეროს, რომ კაი შენ რა, მეც მეხება ეს. იმიტომ რომ ამ ერთიან ბლოგერიმეებშია ყველა პლატფორმისა, როგორც სხვას ეწვის და რამდენიმე დღის წინ სხვა თქვა, რამდენიმე დღის წინ სხვა პლატფორმაზე სხვა თქვა და უკვე ხმა მოიღეს. იმიტომ რომ იმ ქვაბიდან ამოსვლა გვინდა ჩვენ სადაც აი ესეთ სიტუაცია ხდება. და სადაც თხოვდებიან, სადაც შვილს აჩენენ, სადაც რავი რას არ აკეთებენ და ვალდებულებს ხდიან რომ თქვენ გადაიხადოთ ეს ყველაფერი. არ ხდება ეს, არ შეიძლება ეს. არ ვიცი. და აი თქვენ ვეხვდებით, რომ ეს მასე არის და ხალხს აღიზიანებს. რატო? ძალიან ელემენტარულ მიზეზს გეტყვით ახლა, რატო? ძალიან ელემენტარულ მიზეზს. აბსოლუტურად ყველა მსგავსი ტიპის ბლოგერს ჩაკეტილი აქვს კომენტარები. აბა გაუშვით. 100-დან 100-ვე აქვს მსგავსი ტიპის ხალხს აქვს ჩაკეტილი კომენტარები. არ გაუშვებთ. არ არსებულია, იმიტომ რომ იქ ძალიან კარგად მოაზროვნე ხალხი შემოვა, ძალიან კარგად კორექტულად და ზრდილობიანად აგიხსნიან, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ ეგეც თქვენ ცუდად, მაგასაც კი ცუდად მიიღებთ. არ შეიძლება. არაფრით არ შეიძლება მსგავსი ტიპის ცხოვრება, რას ქვია ვერ გავიგე. მე არაფერი არ დამიშავდება. ერთი ის, რომ მინდა რომ აი ყოველ როგორც ბევრ მაქნა გამოძრომა უნდათ ამ სიტუაციიდან, რომ რაღაცა მომიჯნავე იმასავით, ამ ტიპის ბლოგერები და იმ ტიპის, ხო? ეგ მეც სხვა არაფერი მიშავდება და სხვა არაფერი. უბრალოდ თქვენ ამ თქვენი ტიპით და თქვენი აი ესეთი ვითომ განვითარებისთვის, ვითომ იუბილეებისთვის, ვითომ დახმარებისთვის, კაცი გამოწი ერთი წელი იარსებოთ. მე რა უნდა ქნათ? რა უნდა ქნათ? ყველას შია, ყველას წურია. რა თქვენ რა გონიათ, რომ აი სიტყვაზე რაღაცა რომ გიჭირთ, სხვას არ უჭირს? თქვენ გიკითხიათ, რომ თქვენლება როგორც შენ რაღაც მომენტში ზეთი არ გაქვს, შენს სამეზობლოდან 5-ს არ ქონდეს ზეთი, მაგრამ არავინ არ გამოდის და არ თხოვლობს, ხო? არ მათხოვრობს. შეიძლება ძალიან მინდა რომ გამახაროთ და ფული ჩამირიცხოთ, მაგრამ აბა გაიხედე იქით და რამდენს უნდა კიდე ეგ გააკეთოს. მაგრამ არ ამბობენ და რა ტიპაჟი უნდა იყოს ესეთი, რომ იცი რა არის? აი ხა ძალიან გამიხარდება თუ ფულს ჩამირიცხავთ. ფული იხარჯება. ფული არის აი ესე და მიდის, მაგრამ ადამიანობა, სახე და კულტურა რჩება. ერთი თუ შეგებღალა, კარგად მეყოლე. აი არ ვიცი, აი იმდენად ვეღარაფერს ვერ ვიტყვი რა, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ მსგავსი ტიპის ვიდეო ჩავწერე და ეს დღეებია რომ რაღაცა კომენტარებს გადავალეთ, ორი ვიდეოებს გადავალეთ თვალი და მივხვდი რომ რა ხდება, ხალხო ხო კარგად ვინც ტელეფონი აიღო, ყველა მათხოვრობა დაიწყო და იცი რატო? ვიღაცამ გაატარა ერთხელ, ვიღაცამ ჩაწერა ვიდეო, იმას დაეხმარნენ, იმას თუ დაეხმარნენ. ნახე იმასაც დაეხმარნენ. მოდი მეც ჩავწერ ვიდეოს და თუ ესე არ დამეხმარებიან, მე ვითხოვ. შემოდიან ტანჯულის სახით. ოღონდაცა რა შეიძლება გაიხედოთ და გამოიხედოთ ძალიან შორს გახედოთ არ დაგჭირდეთ იმდენი ხალხია ვისაც უჭირს და იმდენი ის რაღაცა, მაგრამ ხოხვით მუშაობენ, ხოხვით დადიან, წამლებით დადიან, რომ იმუშაონ და ისაქნა. ძალიან მაგარია, იცი, რაღაცა მართლა შილაკების ჯდომა კამერის წინ და რა. როდემდე უნდა გაცხოვროს ვიღაცა. ამით წეღანაცა ვთქვი ერთადერთი რომ
ამას მე ძალიან ხშირად გავიმეორებ ამის მერე, ძალიან ხშირად გავიმეორებ, რაც კი რამეს წავაწყდები ვიტყვი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემი პოზიცია. და თქვენ კიდე ასე რომ გააგრძელებთ თუ არ გააგრძელებთ, თქვენი საქმეა უბრალოდ მე გაუბნევით, რომ ცოტა იქით ვეღარ წახვალთ. არხის განვითარება კი არა. ხანდახან გამომწყინებისთვისაც ვეღარ გაკაჩავთ. იმიტომ რომ მე შევიდე ვიღაცასთან და გამარჯვების მაგივრად რომ აკვნესდება იმას ბოლომდე ვერ ვუყურებ, ხო? შენი ჭირიმე ნებისმიერ ოჯახში ხან რაღაცა გასაჭირია, ხან რაღაცა გასაჭირია. შემოდის ადამიანი 2 წუთი უნდა დაჯდეს ყავაზე, თუნდაც შართოს და 5 წუთი რო გიყო შეიძლება მოკვდეს წუხარებისაგან. იმის მაგიერ რომ იქედან მოდიოდეს რომ აი გაგიჭირდა? არა უშავრა. მე რა მოხდა რა მეც მადლობა რომ იმაზე მეტად არ მიჭირს კიდე როგორც მიჭირს, ხო? ამას ეშველება, უთხარი შენს თავს, ჩააგონე შენს თავს, გააქნიე ხელი, გატოკდი. ვიღაცის იმედი იყავი, ვინც კამერის მიღმაზის და გიყურებს. ვიღაცის მაგალითი იყავი, რომ შეიძლება ვიღაცას რომ ეზარება და რაღაცა მაგ განხრით მიდის სიტყვის, რომ აი მოდი. რაღაცა კვირაში ერთხელ რომ ვიმუშაო და შიმშილით არ მოვხდე, საკმარისია. არა, მაგალითი არის, აიღე ტელეფონი გაქვს. всё, ჩაწერე ვიდეო დადი ანგარიშის ნომერი და გადაიდე ფეხი-ფეხს, მორჩ. აი ეგ არის. გუშინაც მინდოდა იმ ვიდეოს მერე ძალიან მალე მინდოდა ეგ, მაგრამ გუშინდელი და დღევანდელი და რა ვიდეოებით შევხვდა. იმიტომ რომ მართლა ესია. მართლა ესია ის, რომ ძალიან ვინც TikTok-ს უყურებს კიდე იცის, რომ ერთ-ერთმა TikToker-მა ბინაც იყიდა, მანქანაც იყიდა ამ ყველაფრით, იმიტომ რომ ისიც ვერ აბუშაობს. რაკნას. ერთმა არა, სხვათა შორის Facebook-ელებმაც არ ჰყავდათ მაშინ შვილი, ეხლა ყავთ. მერე გადაუარეს ზედ. კი, ეს გიყვარდეს. მე რაღაცას რო დაუწერენ ხოლმე, შენ იქიდან უნდა ნახო რა აგრესია მოდის. და შემირცხვეს, კაი რაღაცა, აი ძველი დროის კიდე აი გინარა ხალხი რო არა? ბიჭო ისეთებს იტყვიან ხოლმე, რომ ჯერ თვალები დაგეჭყიტება, რაღაცა და ქალი ხარ, შეოხერო შენ. ლაივი რო აქვს ხოლმე ჩართული, ბოლო ხმაზე აწეული ვის რა ქვია მუსიკები, ერთი არის მოხუცი ქალი, არ ვიცი სახელი და გვარი. ერთი სათვალები არა დედამიწერეთ ისა, ეგ ვიცი. გამხდარი თეთრთმიანი სუხალათითა ზის ხოლმე. თვალები ამი პირადი ნომერი უწერია, რა თითხოვს ვერ გავიგე. დაბლოკე, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის ხალხი რო ხდება, ძალიან მაგიზიანებს ხოლმე და არც ვუყურებ რა და ამ სკროლისას არანაირი სურვილი არ მაქვს რომ შემხვდეს და აი არ ვიცი. ალბათ იქნება 65-დან 70 წლამდე. ბიჭო ისი გინება? ჯერ მართლა გავჩერდი ხო? მესმის, მე კარგად მესმის თუ რა ხდება თქო რა? პროცეული დაკალი თუ, გაწუწე იქ თუ, გასახეხია იქავრობა თუ, ხო კარგად ახარ შვილო? ფუჭდებოდა და რა მექნა? კიდია? ორი ცალი იყო და ნახევრად ორივე გაფუჭებული და დავჭერი. ეს ორივე არის თუ ამაში? აგეთ. ანუ ვაღარა გვაქვს თქო? აღარა გვაქვს. ეს დაუდე მაშინ და იონე და ის გაიყოფენ. ეს და იქ, აგეთ. ცოტა ბარბარე შეჭამს და ცოტა იონე მან მიდი. მადლობა. ხო და აი ამაზრზე ნია უბრალოდ რა სხვა კი არაფერი. არ დაყარო რა მოდი ჭამე. არავინ არ არის ვალდებული ვიღაცას ურიცხოს თანხა. არავინ საერთოდ. გატოყდით ხალხნოდად, რო დავინახავ რომ მუშაობს, მაგრამ რაღაცა ვერ მიყვება და არ უმართლებს დღეს და რაღაცა ძალიან ბევრი წაგეხმარებათ და ძალიან ბევრი შეგაშველებთ ხელს. მაგრამ კარგით რა.
არაფერთა შეიძლება. წაველი ხა ვინც თავიდან დაიწყეთ და ვერ არის ესაო და ამანაც გაუბერაო, ისა იმედია ბოლომდე უყურებთ ვიდეოს რა. არ გადის ნომერს არ დავდებ დედას გეცე. აუ ერთხელ კი უნდა ლაივში რო უნდა სოფოსი დამედო. აი მე რამდენი. მაშინ რაღაცის ფულს ვაგროვებდით. კიბისა. აი ამის რემონტს რო ვაკეთებდით, ვერ ავწდებოდი ხოლმე და კიბის ფული უნდა გვეგროვებინა და სოფოს ვეხვეწებოდი, გეხოწები მომეცი უფლება მეთქი, ცოტა ხანი შენი. აგაშის ნომერი დავდობეთი, რა რომ უნდა მეცინა. შენ ტელეფონი იყო? ხო რა, მოკლედ ხალხნო. ადექით და გატოკდით. ან თუ არ გატოკდებით, სხვას ნუ აწუხებთ. სხვას ნუ აღიზიანებთ და რაღაც აბსურდულს ნუ ითხოვთ. წავედი ახლა. კარგად იყავით, მომავალ ვიდეომდე. აბაჰე და აბაჰო. აბაჰე. თუ მოვასწარი მეორეთაც კი და მესამეთაც მოვალ. თორე შორე და მომკლავს.